შედეგი გამოვიდა ის, რომ არასწორი ინფორმაცია თითქოს მესტიის რაიონი ხარჯავს ძალიან დიდი რაოდენობით, კოლოსალური რაოდენობით ელექტროენერგიას. არასწორი მით უმეტეს ის, რომ 10-ჯერ და 13-ჯერ მეტსო, არანაირი 10-ჯერ და 13-ჯერ მეტი, არანაირი 5-ჯერ მეტი, არანაირი 4-ჯერ მეტი, არანაირი 3-ჯერ მეტი და ასე დეტალებში თუ დავიანგარიშებთ, არანაირი 2-ჯერ მეტი ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ელექტროენერგიის ხარჯვას ადგილი მესტიის რაიონში არა აქვს. საქართველოს საშუალო მონაცემებთან შედარებით ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით. კვლავ ვიმეორებ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს გარდა. და მე მიჩნდება განცდა, რომ ხდება საზოგადოებრივი აზრის შემზადება საქართველოს სხვა რაიონებში, რომ საქართველოს სხვა რაიონებში მაცხოვრებელ არაერთ ადამიანს გაუჩნდეს განცდა, რომ ახლა თუ 10-ჯერ მეც იხდიანო, 13-ჯერ მეც იხდიანო, ისა თუ 10-ჯერ მეც ხარჯავენო ელექტროენერგიასო, 13-ჯერ მეც ხარჯავენო და ასე შემდეგ. ნუ რა თქმა უნდა, ეს ბევრ ადამიანში უკმაყოფილებას გამოიწვევს, ეს გასაკვირია. ანუ ასეთი არასწორი ტყუილი აზრის მუსირება ხდება. და მე ამიტომ ვაცხადებ, მე მოუწოდებ შესაბამისი ადამიანები იქნება თუ მედიის მხრიდან იქნება თუ ვისი მხრიდან იქნება შეწყვიტონ ეს ზემოხსენებული პათოსი. პირდაპირ გვითხრან, რა უნდათ, რატო არ არის საჭირო აქ მოკიბული საუბარი, პირდაპირ თქვან, რატომ რა მიზნით ხდება არასწორი ინფორმაციით მესტიის რაიონის მიმართულებით საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის შემზადება, თითქოს და მესტიის რაიონი ხარჯავს კოლოსალურ რაოდენობით ელექტროენერგიას, რაც არის არასწორი. ახლა კრიპტოვალუტაზე რომ მიდის საუბარი. ახლა კრიპტოვალუტა, მე არ ვამბობ, რომ მე არ გამოვიცხავ კრიპტოვალუტის ფაქტორის არსებობას, მაგრამ ხო დავიანგარიშე ამ ყველაფრიანად ჩვენ მივედით იმ შედეგამდე, რომ კრიპტოვალუტის წილი კი შეიძლება იყოს, მაგრამ ის არ არის ის კოლოსალური რაოდენობა, რაზეც მიდის მინიშნებები და რაზეც არის ლაპარაკი. შეხედეთ, იმიტომ რომ ყველაფრიანად მე რა ციფრების დავიანგარიში აქვს წლიური დანახარჯი, თუ რამე დაიხარჯა, ყველაფრიანად არის ეს. და კრიპტომაინერები ამოიღეს ამაზე ხო მიდის საუბარი ტელევიზიაში. ანუ იმიანად არის ეს დანახარჯი, ანუ იმიანადაც კი დაახლოებით 40-50%-ით მეტი გამოგვივიდა საბოლოოდ ზუსტი დაანგარიშებით, ზუსტი და სამართლიანი დაანგარიშებით, ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოს დანახარჯთან შედარებით, ასევე ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს გარდა. და ახლა მე მაგას რატომ ვამბობ, რომ რაც შეეხება კრიპტოვალუტას, მე კრიპტომაინინგს მე მიჩნდება განცდა, რომ კრიპტომაინინგის ფაქტორის არსებობაც ამისათვის სჭირდება ვიღაცას, რომ სხვა რაიონებში ის ფსიქოლოგიური შემზადების ნაწილი შეიძლება იყოს ეს მოსახლეობის, რომ აი ჯერ ის პათოსი, რომ მესტიის რაიონი 10-ჯერ და 13-ჯერ მეც ხარჯავსო სხვა რეგიონებთან შედარებითო, მერე ხშირად კრიპტომაინინგი ეს რო ესმის მესტიის რაიონთან დაკავშირებით მოსახლეობას საქართველოს მასშტაბით, რომ საზოგადოებრივი აზრის შემზადება ხდება რაღაცისთვის. გამოდით და თქვით რა გინდათ, რისთვის ამზადებთ საზოგადოებრივ აზრს, პირდაპირ თქვით. მოკიბული საუბრები არ გვინდა. აგერ არითმეტიკა, ზუსტი მეცნიერება, ციფრებით დაგიანგარიშეთ, აგერ მონაცემები აღებულია ოფიციალური მონაცემებიდან, ეს მონაცემები მე არ ამიღია, ეს მონაცემები თქვენი მხრიდანაც ჟღერდება და მოგმართავთ, შეწყდეს მოკიბულია თუ რა არის არ ვიცი, რაღაც მეთოდებით საზოგადოებრივი აზრის შემზადება საქართველოს მასშტაბით მესტიის რაიონში ელექტროენერგიის ხარჯვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მე ვინც ჩემს აქტიურობას თვალყურსად ევეთავ, გეცოდინებათ, რომ მე ამას წინათ რო ვილაპარაკე ზემოხსენებულ საკითხებზე, იქ ვილაპარაკე, რომ და კვლავ ვიმეორებ, ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით ვიწვევ დებატებში, დებატები იქნება თუ პოლემიკა, როგორც კი არ ვიცი როგორ დავარქვა, ბატონ მამუკა მდინარაძეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, რომ მესტიის რაიონი ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით და სამართლიანი გადაანგარიშებით, როგორც ახლა მე გადავიანგარიშე, არ ხარჯავს საქართველოს საშუალო მაჩვენებელზე ელექტროენერგიას არც 13-ჯერ მეც, არც 10-ჯერ მეც, არც 5-ჯერ მეც და არც 2-ჯერ მეც. ბატონო მამუკა, გიწევთ ამ საკითხთან დაკავშირებით დებატებში.
ხოლო თუ კი თქვენ ეს მაშინაც თქვი ამასთან დაკავშირებით ბატონო მამუკა თუ კი თქვენ კონკრეტულად ფიზიკისა და ელექტროენერგიის მიმართულებით არ გაგაჩნიათ შესაბამისი ცოდნა შესაბამისი საკმარისი ცოდნა იმისათვის რომ შეძლოთ ჩემთან პოლემიკა თუ დებატები მაშინ ელექტროენერგიის მიმართულებით მაღალჩინოსნები ბევრი არიან რომლებიც კარგად ერკვევიან ელექტროენერგიაში და ფიზიკაში ზოგადად თუ თქვენ ერკვევით მე არ ვიცი იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი ერკვეოდეს თქვა იურისპრუდენციაში თქვა გეოგრაფიაში ისტორიაში მაგრამ ვერ ერკვეოდეს თქვა ფიზიკაში შეიძლება ადამიანი ერკვეოდეს იურისპრუდენციაში ისტორიაში და ფიზიკაშიც კარგად გააჩნია არ ვიცი ახლა მე მაგრამ ხომ არიან ის ადამიანები რომლებიც კარგად ერკვევიან აი მაგალითად ბატონი დავით ნარმანია კონკრეტულად გამოუთქვამ სურვილს თუნდაც ბატონ დავით ნარმანიასთან იყოს პოლემიკა ამ საკითხზე თუ კი მას მიაჩნია რომ საქართველოს საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ვესტის რაიონი ხარჯავს ბევრჯერ უფრო მეტ ელექტროენერგიას ყოველგვარი პირობების გათვალისწინებით ასე ვილაპარაკე მაშინ ვიწვევ ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით დებატები იქნება ეს თუ პოლემიკა თუ რა ერქვა ბატონ დავით ნარმანიას ასე რომ მე მინდა ამ თემაზე საქმის კურსში ჩავაყენო რაც შეიძლება მეტი ადამიანი საქართველოს მასშტაბით რომ გაწვდიან არასწორ ინფორმაციას ვესტიაში ელექტროენერგიის კოლოსალურ ხარჯვასთან დაკავშირებით არ აყვეთ რაღაცისთვის მე მიჩნდება განცდა რომ რაღაცისთვის მიმდინარეობს საზოგადოებრივი აზრის შემზადება არ ვიცი რისთვის მიმდინარეობს და მოუწოდებ თუ ვინმე ამზადებთ საზოგადოებრივ აზრს არ გვინდა მიკი მოკიბული პირდაპირ გითხარით რისთვის ამზადებთ საზოგადოებრივ აზრს რა ხდება რა პრეტენზიებია რა გინდათ გითხარით და ჩემი აზრით დემოკრატია თუ გვაქვს პრეტენზია დემოკრატიაში უნდა იყოს პოლემიკაც დებატებიც და სხვადასხვა დისკუსიები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე აი ამ დეტალებზე მინდოდა მელაპარაკა კვლავ მოგიწოდებთ ყველას ვისაც აქ ამ პლატფორმაზე ამ აკაუნტზე ჩემი აქტიურობა საინტერესოდ და საზოგადოებისთვის სასარგებლოდ მიგაჩნიათ რომ გამოიწეროთ ანუ დააფოლოოთ ეს აკაუნტი დასვათ მოწონებები ანუ ლაიქები და გააზიაროთ იმ მიზნით რომ თქვენ და მეტ ადამიანს მეტი წვდომა გქონდეთ ამ აკაუნტზე არსებულ მასალაზე დიდი მადლობა ყურადღებისათვის კარგად ბრძანდებოდეთ